არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლექსებს უბრალოდ. არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც თავად იქცა პოეზიად. დღეს ჩვენ წინაშე დგას ქალბატონი, რომელმაც გამოიარა ქართეხილი მღელავთი, ჩვენთან ერთად გამოვიარე მე, რომ მეგობარი ხარ ჩემი და მიაყვამახობ ამით, თუმცა შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც იყო. გამოიარა ტკივილი, დაკარგვა, მარტოობა, იმედგაცრუება და მაინც შეძლო სიყვარულის შენარჩუნება. ეს გმირობის თოფასია. მის სიტყვებში სევდა არასოდეს ხვირის. ის ჩუმაცის, როგორც ძველი ტაძრის კუთხეში, მანთებული სანდელი. მან იცის, რას ნიშნავს ჩაგდრა, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, რას ნიშნავს თავიდან დაწყება მაშინ, როცა ცხოვრება თითქოს უკვე დასრულდა. და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად ჩამობნელდა მის სამყაროში, მის სულში სიტყვებმა დაიწყეს დაბადება. მეცაც ვიტყოდი აფეთქება. თითქოს მთელი ტკივილი ლექსებად გადაიქცა. და იცით რატომ? რათა თვითონ კი არა მხოლოდ სხვებიც გადაიჩინა. დღეს ჩვენ უბრალოდ პოეზიას არ ვეზიარებით. დღეს შევეხედვით ადამიანს, რომელმაც საგნების და სამყაროს ენაც კი იცის. რომელმაც აალაპარაკა ქვა, ბევრი ვიფიქრე რატომ. ჩემი ფავორიტია გამოტყურები, ჩანახატი. მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც ქვასების გავსები და შენი გულის ტკივილს თუ ძახილს ვერავინ ისმის. რაც უნდა მეტყველი ვიყავ. და სწორედ ამიტომ მე გამოსწრებებ წინაბიჯით, მე ვთვლი, რომ ჩემი მეგობარი ასე გაძლიერა და გამყარა ამ ყოფით. ჩვენი თვალით დანახული გუთი ბოლნელი. ვამაყობ იმით, რომ გუთი არამხოლოდ ჩემი მეგობარია, ნამდვილად საამაყოა, რომ ის ბოლნისელია.